დღეს პირველ კლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის დღეა, ანუ პირველ კლასში რეგისტრაციის მესამე ეტაპი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების, სკოლის თანამშრომელთა შვილების და სკოლის მოსწავლეთა დედმამიშვილების შემდეგ და როგორც აღმოჩნდა, განაცხადების მესამე ეტაპზე სკოლების ნაწილში თავისუფალი ადგილი უბრალოდ აღარ დარჩა. მათ შორის ბევრი ისეთი ბავშვისთვის, ვინც სკოლასთან ახლოს ცხოვრობს. დიახ, ასეც ხდება, რადგან ელექტრონული რეგისტრაციის წესი უკვე წლებია უპირატესობას პირველ და მეორე ეტაპზე ზემოთ ნახსენებ კატეგორიას აძლევს. იმის მიუხედავად, ქალაქის რა ნაწილში ცხოვრობენ ისინი და ამ უფლების გათვალისწინებით წლებია ქალაქის ეგრეთ წოდებულ ელიტურ სკოლებში პირველკლასელებისთვის ან ადგილი საერთოდ არ რჩება, ან თუ რჩება, ამ რამდენიმე ადგილზე ჩვეულებრივად კლავიატურის ბრძოლაა. ბრძოლა ელიტურ სკოლაში მოსახვედრად. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა არ არის სტატისტიკის დაჯამება, სად რამდენი ბავშვი მოხდა ან ვერ მოხდა, არამედ იმ დილემის და ჩიხიდან გამოსვლის ძიება, რაშიც ბოლო წლებია აღმოჩნდა განათლების სისტემა და მშობლები. სკოლას უნდა ვირჩევდეთ თუ სკოლა გვირჩევდეს, ელიტური სკოლები versus ყველა დანარჩენი. ფაქტია, საზოგადოება აღარ ეძებს უბრალოდ სკოლას, ის ეძებს სივრცეს, რომელიც მის შვილს სწორ წრეში შეიყვანს. მისცემს კარგ გარემოს, სავარაუდოდ უკეთეს მომავალს და ცოტა პრესტიჟსაც. და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ცენტრის სკოლებში რაღაც ამოუცნობი სიკეთის მისაღებად შენი შვილის იქ მოხვედრა ლამის გაჩენამდე უნდა დაგეგმო. დღევანდელ გადაცემაში დავსვამთ შეკითხვებს, რატომ ხდება, რომ როცა სკოლის არჩევაზე მიდგება საქმე, მშობლების დიდ ნაწილს საკუთარი უბნის სკოლა აღარც ახსენდება. რატომ არ სჯერათ მშობლებს რომ გარეუბნის სკოლებში იგივე ხარისხის განათლებას მიიღებს ბავშვი, როგორც ცენტრში. რა ქმნის ელიტური სკოლების პრესტიჟს და მიზიდულობას და რატომ ვერ ანაწილებს სისტემურად თანაბარ შესაძლებლობებს განათლების სამინისტრო. რას ეუბნება სისტემა მშობლებს, ვისთვისაც ხანდახან შვილების სოციალური კაპიტალი განათლების ხარისხზე უპირატესია. მანანა რატიანი, ზოგადი განათლების ექსპერტი გვერდდება ამ კითხვებზე. საპასუხოდ, საღამოშვიდობის. საღამოშვიდობისა. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. დღეს დასრულდა მესამე ეტაპი საყოველთაო რეგისტრაცია პირველ კლასში და გვაქვს ესეთი მოცემულობა, რომ მაგალითად ბათუმის 5 საჯარო სკოლაში უბრალოდ აღარ იყო თავისუფალი ადგილი, სადაც მესამე ეტაპზე შეძლებდნენ მშობლები მოხვედრას და მათ შორის ცხადია არის ეგრეთ წოდებული ელიტური სკოლები და დღეს ჩვენი აქცენტი არის სწორედ მაგაზე. როცა ჩიხში შევიდა სისტემა, რომ ელიტურ სკოლებში ადგილი აღარ არის, თუმცა მეორე მხრივ მშობლებს აქვთ არჩევანის გაკეთების საშუალება, როგორ ვიქცევით და მოდით დავიწყოთ კითხვით, რამ განაპირობა კონკრეტული საჯარო სკოლებისადმი აი ესეთი არათანაბარი ინტერესის ზრდა, რამ წარმოქმნა ეგრეთ წოდებული ელიტური სკოლები, რომელზეც მოთხოვნა აი წლიდან წლამდე უფრო და უფრო იზრდება. პირველ რიგში ალბათ მივულოცოთ პირველ კლასელებს სკოლაში. ვინც მოხვდა სასულიერო სკოლაში განსაკუთრებით იმათ კი ბატონო. სკოლაში მოხვდა მით უმეტეს, ვინც არა მშობლებმა ამას ტრაგიკულად არ უნდა შეხედონ, იმიტომ რომ რეალურად სკოლების უმრავლესობა ერთნაირი არის, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დაწყებით საფეხურზე იმ რესურსებს, მასწავლებელს, მის კეთილგანწყობას და სავარაუდოდ უბლის სკოლებში ასეთი მასწავლებლები მრავლად არიან. ასე რომ ეს არ არის გულის გატეხვის მთავარი მიზეზი არ უნდა იყოს. რაც შეეხება თვითონ აი ამ მდგომარეობას, ალბათ ამ მდგომარეობაზე პირველ რიგში განათლების სამინისტრო უნდა ფიქრობდეს და რას გულისხმობს ეს და რა მესიჯი არის მშობლებიდან თქვათ განათლების სამინისტროსადმი. პირველ რიგში ეს არის ალბათ უნდობლობა და იმიტომ რომ ენდობოდეს განათლება, თქვათ რა კურიკულუმები არის, რა სახელმძღვანელოები არის, როგორი მომზადებულები არიან მასწავლებლები, ამ შემთხვევაში მისთვის ასეთი მტკივნეული არ იქნებოდა აი ეს არჩევითობა და აი ამ 30 წამში და 1 წუთში არ დამთავრდებოდა ხოლმე, არ შეივსებოდა ადგილები რიგ სკოლებში, რომელთაც ეგრეთ წოდებული პრესტიჟული ეწოდება. რადგან თვითონ განათლების ხარისხზე დიდად აქცენტი არ კეთდება, აქცენტი კეთდება მშობლების მხრიდან ამ შემთხვევაში, რომ იაროს თქვათ უფრო უკეთ მოწყობილ ინფრასტრუქტურულად სკოლაში და შეიძინოს რაღაც ერთგვარად სოციუმი, რომელიც მის მომავალ ნაცნობობას, მის მომავალ თქვათ შესაძლებლობებს უფრო გაზრდის, ხო? კი ბატონო, და ეს აი ზუსტად ეს არის დღეს ჩემი კითხვის რაღაცა თავარი დეტალი, რომ რატომ ხდება ხოლმე, რომ საქართველოში სოციუმში ინტეგრაცია, რაღაც კონკრეტულ სოციუმში
ინტეგრაცია განსაზღვრავს ბევრ რამეს და არა განათლების ხარისხი. თქვენ ნაწილობრივ თქვით, მაგრამ მე მინდა მაინც რომ გკითხოთ, რომ აი ეს ელიტური სკოლების მიმართ მაღალი მოთხოვნა და ინტერესი სინამდვილეში აიხსნება განათლების მაღალი ხარისხის მიღების სურვილით თუ სწორედ აი იმით, რომ რაღაც სამომავლო კაპიტალს უგროვებენ შვილებს მშობლები. ხომ მე უფრო მეორესკენ ვიხრები, იმიტომ რომ ჩვენი სკოლები ძალიან მრავალფეროვანი არის. ჩვენ გვაქვს კარგი სკოლები გარეუბნებშიც, ისევე როგორც ეგრეთ წოდებული პრესტიჟული სკოლები, რომლებიც დიდად არაფრით არ გამოირჩევა, ხო? ანუ სკოლები ძალიან განსხვავებული არის და სხვადასხვა კრიტერიუმებით უნდა ხდებოდეს მათი შეფასება. ამ შემთხვევაში არის მშობლების აი ეს დიდი მონდომება სწორედ იმაზე, რომ თავის შვილს ერთგვარად შეუქმნას რაღაც სანაცნობო წრე, იმიტომ რომ სამწუხაროდ საქართველოში სანაცნობო წრით ბევრი რამის მიღწევა შეიძლება, ვიდრე ვთქვათ კვალიფიკაციით, ვიდრე იმ განათლებით, რომელსაც ადამიანი უნდა ღებულობდეს თავის ცხოვრების მანძილზე და იმ პროფესიონალიზმით, რომელიც აქვს. ეს არის ალბათ სამწუხარო სურათი და მეორე ვთქვათ ალბათ განათლების სამინისტრო რაზეც უნდა ფიქრობდეს გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, ეს არის აი ეს გაზრდილი საცობების რაოდენობა, იმიტომ მე როდესაც საკუთარ უბანში ჩემს შვილს ვერ ვარეგისტრირებ, მიწევს სხვა უბნებში სიარული. ამ შემთხვევაში მოსწავლე დამოუკიდებელი ვერ ხდება საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, ეს მის განვითარებაზეც სხვათა შორის ძალიან ცუდად აისახება, ხო? და მშობლებს უწევთ მათი ტარება, ეს არის დამატებითი გამონაბოლქვი, დამატებითი საცობები, ასევე დიდი დრო გატარებული და სკოლაში უკვე მოსწავლეები დაღლილები, ხო? შესაბამისად მათი კონცენტრაციის უნარი, გაკვეთილების ათვისების უნარი, აი ეს რაღაც რაც უნდა აკეთებდეს ხალისით უკვე აკეთებს დაღლილი. შემდეგ უკანა გზაც ხომ იგივე პრობლემას წარმოადგენს და ნუ ჩავთვალოთ რომ აი ეს უკვე პირველკლასელი მოსწავლე საკმაოდ ხშირად ძალიან დაღლილია და დასვენებას ვერ ახერხებს. კი ბატონო. არა და ისინი ვითარდებიან არა მხოლოდ გაკვეთილზე, ისინი ვითარდებიან სწორედ ამ ურთიერთობებში. და იგივე მეგობრებთან სოციალიზაცია მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც უბნის სკოლა არის, ძალიან ადვილად ხდება დამეგობრება, იმიტომ მშობლის მიყვანა მოყვანა არ არის საჭირო მეგობართან ხოლმე და ასე როდესაც სხვადასხვა უბნებიდან დადიან ბავშვები, მათთვის აი მშობელთა მოცალეობასაც აქვს შემდეგ მნიშვნელობა და ისე თავისუფლად ვერ ხდება ხოლმე აი ამ ურთიერთობების აწყობა. ასე რომ მე მგონია ძალიან ბევრ პრობლემას წარმოქმნის ეს ყველაფერი და სამწუხაროდ ეს არ არის მხოლოდ ხარისხზე მოთხოვნა. ეს არის კი ბატონო, თქვენ პრინციპში შესთავაზეთ ერთ-ერთ გამოსავლად განათლების სისტემას, რომ მშობლებთან იმუშაოს, რომ დაარწმუნოს მშობლები, რატომ არის მნიშვნელოვანი სკოლასთან სახლთან ახლოს მდებარე სკოლაში მიიყვანოს ბავშვი, ხო? თუმცა აი ამ თავკომბალა სკოლების გადატვირთვის სხვა რა ალტერნატივა შეიძლება არსებობდეს. აი ჩვენ ვახსენეთ, რომ ეტაპები რეგისტრაციის გულისხმობს იმას, რომ მეორე ეტაპზე აი დედმამიშვილების რეგისტრაციას ენიჭება უპირატესობა საყოველთაო რეგისტრაციამდე და ჩვენ ვიცით, რომ დედმამიშვილი შეიძლება იყოს ის ბავშვი, რომელიც რაღაც ქალაქის გარეუბნიდან არის მოსული და სწავლობს ამ სკოლაში. ანუ ვინც თავის დროზე ელიტურ სკოლაზე გააკეთა აქცენტი, ხო? თქვენ ხედავთ თუ არა მაგათაც გამოსავლად აი ამ პრინციპის შეცვლაში, რომ უპირატესობა მიენიჭოს ახლოს მცხოვრებ მოსწავლეს და არა დედმამიშვილებს დაუშვათ. ანუ განიხილავთ თუ არა, რომ ამან შეიძლება იმუშაოს და რას ფიქრობთ, აი ეს თავკომბალა სკოლების განტვირთვის სხვა რა ალტერნატივა არსებობს კიდევ? ხო, უბრალოდ კიდევ ერთს დავამატებ თავკომბალა სკოლები ახსენეთ და პრობლემა ფაქტობრივად ჩანდა თქვენ კითხვაში უკვე. ეს არის მთავარი პრობლემა, რომ როდესაც არის დიდი სკოლა, იქ ფაქტობრივად ძნელია, რომ დირექცია, ადმინისტრაცია იცნობდეს თითოეულ მოსწავლეს და ქუჩაში რო ხდება, უბრალოდ მისალმებით ხდება ბავშვი რო ესალმება, რომ ეს მისი მოსწავლე შეიძლება იყოს. წარმოუდგენელია, ვთქვათ, 2000 მოსწავლეს სახელებით იცნობდეს დირექტორი. არა და აი ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არის ერთგვარი ლიმიტი სკოლაში, მაგალითად დანია რო ავიღოთ, ხო? თუმცა იქაც არის ელიტური სკოლების მომენტი, იქაც არის. ბატონო, ელიტური სკოლების მომენტი იქაც არის, ვიცით რომ შეიძლება რაღაც წლებით ადრე იჭერდნენ თადარიგს, როგორ მოხვდნენ ელიტურ სკოლაში, თუმცა განსხვავებული არის, თქვა ბრიტანეთში იქ არის მაგალითად გაერთიანებულ სამეფოებში უბრალოდ იქ არის რომ უბნის მიხედვით არის და მშობელი სხვაგან მუშაობს, აი უწევს დიდხანს ამაზე მოლაპარაკებების სკოლასთან, რომ სამსახურთან ახლოს მიიყვანოს სკოლაში. მაგალითად აი ახლა ამ შემთხვევაში უბრალოდ დანია მომყავდა მაგალითად, იმიტომ რომ იქ არის მაქსიმუმი
რაოდენობა მოსწავლეების 900 არის, რომელიც შეიძლება იყოს, იმაზე მეტი არაფრით არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ სწორედ ლაპარაკობენ, რომ აი სასკოლო გარემო იმდენად მოსწავლისათვის უნდა იყოს ახლობელი, იმდენად ყველა ერთმანეთს უნდა იცნობდეს, რომ ინდივიდუალურ განვითარებას ყველა ატყობდეს და მოსწავლის ხასიათის ცვლილებას და ასე შემდეგ, რაც მნიშვნელოვანია, ხო, ყველა ეტაპზე. და ამ შემთხვევაში, როდესაც ვლაპარაკობთ 2000-ზე, მართვა გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ რაღაც დანაშაული სკოლაში არ მოხდეს, ბავშვმა კისერი არ მოიმტრიოს და რაღაც თავარია მოვიდეს გაკვეთილზე და მშობელმა ჩაიბაროს მერე და წავიდეს. ქალბატონანა, არის ეს საკმარისი არგუმენტი იმისთვის, რომ მშობლებს მაგალითად ჩვენ შემთხვევაში ეგრე გამოდის, რომ შეუზღუდოთ უფლება თავისუფალი არჩევანი გააკეთონ სკოლაზე და უპირატესობა მიენიჭოთ სკოლასთან ახლოს მცხოვრებ ბავშვებს, იმიტომ რომ ეს საკითხი თუ დადგება რეალურად, ხო, სავარაუდოდ ძალიან დიდი გამოხმაურება ექნება, იმიტომ რომ თავისუფალი არჩევანი მაინც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის მშობლებისთვისაც და ზოგადად სისტემურად. ხო, ამ შემთხვევაში მე ზოგადად არ მიყვარს ხოლმე თავისუფალი არჩევანის შეზღუდვა არც ერთ მიმართულებით. ამ შემთხვევაში აქ არის უბრალოდ სამინისტრო რამდენად მოახერხებს მშობლებთან მუშაობას, რამდენად მოახერხებს მათთან, თქვათ, აი ცნობიერების ამაღლებას ამ თემაზე, ყველა საკითხის წამოწევას, რამდენად გააძლიერებს, თქვათ, თემთან მუშაობას თვითონ სკოლა, რამდენად ანგარიშვალდებული იქნება, რამდენად საინტერესოდ წარმოაჩენს იქ მუშაობას, ხო? ძალიან ძნელია ისე კიდევ დამატებით. აი რომ ყოფილიყო მაგალითად გარეუბნების სკოლებში განათლების ხარისხი იმაზე უფრო მაღალი და თქვენ სანდოობა ახსენეთ, სანდოობა მაღალი და იქნებოდა თუ არა ესეთი მწვავე ეს საკითხი, როცა სკოლის არჩევანზე მიდგებოდა საქმე? თავისთავად ცხადია, რომ არ იქნებოდა და იგივე სკოლის ფანჯარები შენს წინ რომ არის და იქიდან თუ კი გესმის მასწავლებლის ყვირილი, რა თქმა უნდა, ცდილობ იქ არ მიიყვანო და გონია, რომ სხვა მოშორებულ სკოლაში ბევრად უფრო დაცული იქნება და ასეთი რამ არ შეიძლება მოხდეს, ხომ? ასე რომ ბევრი რამ არის, რაც განაპირობებს ამას, მაგრამ მე მგონია, რომ აქ მთავარი არის სამინისტრო, როგორ აიღებს თავის როლს და როგორ შეცვლის ამ სისტემას. ერთდროს ერთგვარად ეს იყო, რომ არჩევანის თავისუფლებაზე გაკეთდა აქცენტი, თუმცა დღეს ვხვდებით აშკარად, რომ უამრავი პრობლემა შექმნა, ვიდრე გადაჭრა და აქედან გამომდინარე მე მგონია, რომ ამაზე უკვე გვიანიც არის, მაგრამ ჯობია დავიწყოთ გვიან, ვიდრე არასდროს ცვლილებებზე ფიქრი და ეს ბევრი რაღაცისთვის იქნება კარგი, რაც თქვენ ახსენეთ, კითხვებში იყო ჩაქსოვილი ხოლმე შინაარსი და რაც მე ვთქვი, ხო? დაწყებული მოსწავლის გადაღლიდან, კონცენტრირებიდან, დამთავრებული, ვთქვათ, იგივე ქალაქ დაგეგმარება არა გვაქვს საკმარისი. ხო, ახალი სპონტანური მშენებლობები, რომლებიც არის, არ ითვალისწინებს იქვე სკოლის მშენებლობას და თუ კი იქვე აშენდება ახალი თანამედროვე, აი ეს განსხვავებული ინფრასტრუქტურის სკოლა, რა თქმა უნდა, ეხლა მშობელი რატომ წაიყვანს სხვა სკოლაში და რატომ აი ეგეც კითხვის ნიშის ქვეშ არის ქალბატონანა, იმიტომ რომ ჩვენ ქალაქში გვაქვს ახალი სკოლა, რომელიც უპრეცედენტოდ თანამედროვე სტანდარტით აეწყო, თუმცა ეხლა პირველკლასელების რეგისტრაციასთან დაკავშირებით არ იყო ლიმიტი ამ სკოლაში, იყო საკმარისად ადგილები იმისთვის, რომ დარეგისტრირებულიყვნენ ბავშვები, თუმცა ეს იყო ქალაქგარეთ არსებული სკოლა. ანუ ამ ფაქტით თუ ვიმშელებთ, ინფრასტრუქტურა მანდამაიც გადამწყვეტი ამბავი არ არის ამ შემთხვევაში. და თუ ვამბობთ, რომ განათლების ხარისხის გაზრდა არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომ სანდოობა გაზარდოს მშობლებში და იფიქრონ უკვე ახლომდებარე სკოლებში თავიანთი შვილების მიყვანა, ეს რაღაცა ცოტათი გრძელვადიანი პროცესია. ახლოვადაში შესაძლებელია თუ არა მაგალითად იმუშაოს სამინისტრომ, რომ ნიშური გახადოს ეს სკოლები. ანუ ჩვენ ამ თემაზე როცა მუშაობდი, ერთ-ერთ ვერსიად ესეც დააყენა სხვათა შორის ჩემმა მოსაუბრემ, რომ შესაძლებელია ნიშური სკოლები იყოს მიმზიდველი მშობლებისთვის, მაგალითად მათემატიკის მიმართულებით გაძლიერებულ სკოლებს აქვს ძალიან დიდი მოთხოვნა, ეხლა როგორც ვაკვირდებით და შეიძლება გაკეთდეს ნიშური სკოლა ხელოვნების მიმართულებით, სპორტის მიმართულებით და ამგვარად განტვირთოთ სკოლები, აი თავკომბალა სკოლები. თქვენ ეს რა თქმა უნდა მოსაზრება არის ერთ-ერთი. ფიქრობთ თუ არა, რომ რაღაც მოკლე პერიოდში ეს ფორმულა იმუშავებს, სანამ ყველგან განათლების ხარისხი იქნება თანაბრად მისაწვდომი? მე მგონია, რომ მთავარი ერთი რისთვისაც ვთქვათ, ცდილობენ, ვისაც უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს კერძო სკოლაში მოსწავლეების მიიყვანას, შემდეგ უფრო ვთქვათ, ცენტრისაკენ წაყვანას, ეს არის ვთქვათ სოციუმზე, ხო? ასევე არის მნიშვნელოვანი, რომ მომუშავე მშობლებს ჭირდებათ ადგილი, სადაც მათი შვილი არა 2 საათით მიირბენს, არამედ ვთქვათ, წავა, ხო? და მთელი დღის მანძილზე შესაძლებელია კარგ გარემოში იყოს და წრეები ქონდეს. თუ კი გარეუბნის სკოლები ამგვარ ვთქვათ, სერვისებში
შესთავაზებენ მშობლებს, არ მგონია რომ ვინმე არ მოინდომოს ამ სერვისებით სარგებლობა და რა თქმა უნდა სკოლა უნდა იმუშაოს თემთან, სკოლა უნდა აჩვენოს რომ იქ ძალიან ბევრი რამ ხდება, მოსწავლეები ხშირად ეზოში გამოდიან, ხშირად პროექტებს აკეთებენ, ხშირად რაღაც საინტერესო ღონისძიებებში მონაწილეობენ და შესაბამისად ეს თუ მოხდება ძალიან მალეც შეიძლება შეიცვალოს ეს დამოკიდებულება სკოლებისადმი. თუ კი იქ იქნება ბევრი კლუბი, წრე, შესაძლებლობა რომ მოსწავლე დიდხანს დარჩეს, მას ექნება საკვებით უზრუნველყოფილი გარემო, სანამ მშობლები მოვლენ, რატომაც არა. რა თქმა უნდა, ასეთ სკოლაში მიიყვანე. ასე რომ მე მგონია რომ შესაძლებელია მოკლევადაშიც ამის განსაზღვრა და სულ არ არის საჭირო რომ ვიღაცას რაღაცა აუკრძალოთ, უბრალოდ მოვაწონოთ ის, რაც მის გვერდით არის. კი ბატონო, ქალბატონ მანანა, ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე მინდოდა მეკითხა გადატვირთული კლასების პრობლემაზეც. აი მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, რომ 25 მოსწავლე უნდა მიიღოს, შემდგომ აი დღეს მაგალითად დამატებითი განცხადებების გაკეთება შეუძლიათ მშობლებს, რომ ვინც ახლოს ცხოვრობს, უპირატესობა მიენიჭოთ მაინც იმ სკოლაში მიიყვანონ, ხო, ბავშვები. და საბოლოო ჯამში გვაქვს ესეთი სურათი, რომ იმ ელიტურ სკოლებშიც, სადაც ადგილი არ იყო, მოსწავლეების რაოდენობა კლასებში მაინც ძალიან ბევრია და განათლების ხარისხი კითხვის ნიშნისას დგება ამის გამოც. თქვენ რას ფიქრობთ, აი აქედან გამოსავალიც რა არის და შესაძლებელია თუ არა, რომ ეს იყოს ერთ-ერთი არგუმენტი, რის გამოც მშობლები უნდა დაფიქრდნენ, რომ აი ეს ელიტური სკოლები არის თუ არა კარგი განათლების ხარისხის მისაღებად მათი შვილებისთვის. რა თქმა უნდა, არგუმენტი, იმიტომ რომ ჩვენი შენობები ძირითადად არის რაღაც ტრადიციული ფორმის, ზომის, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ კი 29 მოსწავლეს დავსვავთ მერხებთან კლასში არ რჩება ადგილი, რომ მოსწავლემ თქვენ თავისუფლად იმოძრაოს. არდა ჩვენ ვიცით, რომ მოსწავლისთვის აი ეს ჯდომა სრული გაკვეთილი არ შეიძლება. იქ რაღაც აქტივობები უნდა ხდებოდეს, გადანაცვლებები მერხების, ანუ ხარისხიან განათლებას ჭირდება ის მეთოდოლოგია, რომელსაც მასწავლებელი სთავაზობს, რომ უკეთ აითვისონ მოსწავლეებმა მაგალითად გაკვეთილი, ხომ? და შესაბამისად ამ წყობაზე მერხების, ჩამწკრივებულ მერხებზე, მსგავსი ინტერაქტიული გაკვეთილები, ჯგუფური მუშაობები, პროექტული რაღაც მცირე სამუშაოები, ხომ? ასეთი რამ ნაკლებად მოხდება. ასევე ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ დახურულ ფანჯრებში, ზამთარში ეს ვირუსები ძალიან ადვილად ვრცელდება, ხომ? ასე რომ უჟანგბადობაც ძალიან ცუდი არის კონცენტრაციისათვის გაკვეთილზე. უამრავი ფაქტორი არის, რის გამოც გადატვირთული კლასები არ ვარგა. შეიძლება ჩემს ბავშვობაში, როდესაც ბევრად უფრო მეტი მოსწავლე იყო, ვიდრე 29 არის, მაშინ მიდგომები მასწავლებლის მხრიდან იყო აბსოლუტურად განსხვავებული. ის ლაპარაკობდა და ჩვენ ვუსმენდით, ხო, ფაქტობრივად, მთელი გაკვეთილი თუ ჩვენ არ ვპასუხობდით. აქედან გამომდინარე, დღევანდელ დღეს, როდესაც მთლიანად შეიცვალა მიდგომები, მთლიანად შეიცვალა მეთოდოლოგია, დღევანდელ მოსწავლეს ჭირდება განსხვავებული ტიპის მიწოდებული მასალები იმისათვის, რომ მხოლოდ მეხსიერების დონეზე არ დარჩეს ეს ცოდნა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება კლასში დიდი ფართობი, მოძრაობა უფრო მეტი ჟანგბადი და რა თქმა უნდა ეს კი ბატონო, სერიოზული დილემა არის მშობლებისთვის, მე მგონი, როცა ისინი სკოლას არჩევენ თავიანთი შვილებისთვის, რაღაც ნაწილში არც გაიმტყუნება, ესე ვთქვათ, მშობელი, იმიტომ რომ ყველა მშობელს უნდა რომ საუკეთესო სკოლაში ისწავლოს მისმა შვილმა და ამ საუკეთესოში რა თქმა უნდა მოიაზრება ის რაღაც სოციალური კაპიტალიც. ამაზე სისტემა მშობლებთანაც აქვს მოკლედ სამუშაო. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ მანანა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი და შემაჯამებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უბრალოდ თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს კარგი ხარისხის განათლება და პრობლემაც იქნება მოგვარებული. ალბათ. თანაბრად ხელმისაწვდომი და ის, რაც მშობლებს აუცილებლად სჭირდება დანახვა სკოლაში და ნდობა სამინისტროსადმი და სტრუქტურებისადმი არის მნიშვნელოვანი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მანანა რატიანი, ზოგადი განათლების ექსპერტი, საუბრობდა ამ თემაზე პირველ კლასელთა რეგისტრაცია და სკოლების არჩევანი. ეს იყო ჩვენი სასაუბრო თემა. ისევ სკოლაში ვრჩებით. 2 დღის წინ მე-12 კლასელებისთვის ბოლოზარი დაირეკა და სოციალური ქსელები აჭრელდა ბოლოზარის თემატიკით. 2 ამბავი დავამახსოვრდა ყველაზე მძაფრად. ერთია წარწერა ბოლოზარის ტორტზე. მივალთ და მეისვენეთ. აჭარელმა ბავშვმა დაწერა და ვფიქრობ ამ წარწერამ ყველაფერი თქვა ხუმრობით, მაგრამ გულწრფელად. როგორც შვება მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის 12 წლიანი ტანჯვის შემდეგ.
ცოტა სევდიანი ამბავია, მაგრამ მეორე ამბავია სამაგიერო ძალიან პოზიტიური, რომელიც ასევე ძალიან დამამახსოვრდა. მე-12 კლასელი გოგონას ვიდეო, რომელიც სიამაყით გვათვალიერებინებს სკოლას და გვეუბნება, რომ ძალიან მოენატრება აქაურობა და ადამიანები. და თქვენც გაგიჩნდებათ ალბათ კითხვა, რატომ არის ეს ორი ამბავი ასეთი განსხვავებული? რა ხდის სკოლის წლებს, ბედნიერს და რატომ არის ზოგისთვის ეს წლები ტანჯვა, ზოგისთვის კი ცხოვრების ყველაზე კარგი პერიოდი? განათლების სისტემის ავკარგი მხოლოდ საგნების სწავლაში არ ჩანს, არამედ იმ ადამიანურ ისტორიებშიც, რომლებიც ამ სისტემის ქვეშ თავიანთი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს გადიან. დღეს ჩვენ გადაცემაში მოვუსმენთ მათ, ვინც სწორედ ახლა დაასრულა ეს გზა და ცხადია დაუსვამთ კითხვებს, რა განცდაა სკოლის დასრულება, შვება თუ პოზიტიური სინანული, რა დაუტოვა სკოლამ, ცოდნა, მეგობრები თუ უსიამოვნო მოგონებები, როგორ აღიქვამს სახელმწიფო მოსწავლეებს, როგორ მოქალაქეებს ზრდის სისტემა და რის შეცვლას ისურვებდნენ განათლების სისტემაში, რომ სკოლას მათთვის უფრო მეტი სიხარული მოეტანა, ვიდრე დასასრული შვება. მარიამი, თამარი და ნინო გვყავს სტუდიაში, დღეს ესეთი ხალების კლუბი გვაქვს, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ესე გამოვიდა, თქვენ გამოთქვით მედეა, მაპატიე. ეს თქვენ გამოთქვით სურვილი, რომ გესაუბრათ ამ თემაზე და მოდით აი წარდგენაში დასმულ კითხვაზე მიპასუხეთ, აი რა იყო თქვენთვის სკოლის დამთავრების ყველაზე ესეთი მძაფრი განცდა? არ ვიცი, ვისგან დავიწყო, ისეთ გაქვთ სურვილი, მოდით თქვენით დავიწყოთ. ალბათ ყველაზე მძაფრი და განსაკუთრებული მომენტი არის აი ამ პერანგებზე წარწერების გაკეთების მომენტი და ამ ყველაფერთან ერთად ბოლოს არის ღონისძიებაც ჩვენს კლასს პირველი უნდა გაიხსნა, ბოლოს არის ღონისძიებები და საკმაოდ სტრესულს დავარქმევდი ალბათ სიტუაციას, რაშიც ვიყავით, იმიტომ რომ იმასთან ერთად რომ გვინდოდა მაქსიმალურად ბევრი მოგონება დაგვრჩენოდა ფოტოების სახით და ყველას ქონოდა ჩვენს პერანგებზე წარწერა, თან უნდა გვეფიქრა იმაზე, რომ დრო ახლოვდებოდა, რომ უნდა გამოსულიყავი სცენაზე და ძალიან უცხო იყო პირადად ჩემთვის ეს ახალი გამოცდილება იყო. ანუ იყვნენ რა თქმა უნდა ბავშვები, რომლებიც რომელსაც ქონიათ სცენასთან გამოცდილება, ვინც არის მოცეკვავე, ვინც არის მომღერალი, მსახიობიც, მაგრამ ხშირ შემთხვევაში აი ვისაც ვკითხე, მათთვისაც ძალიან დამაბნეველი სიტუაცია იყო. ბევრმა თქვა, რომ უფრო დიდ სცენებზე არ მინერვიულია, რომ აუ ტორტის წარწერაზე აუცილებლად ვკითხო, შენთვის როგორი განცდა იყო აი ამ წარწერამ რა განცდა მოიტანა და რამდენად თქვა სათქმელი ამ წარწერამ, თქვენ როგორ ფიქრობთ, ანუ რატომ აღიქვეს მოსწავლეებმა ასე თავი, ესე ვთქვათ? ზოგადად ჩვენ სკოლაში საკმაოდ დიდი სკოლაა, თითო კლასში 35 ბავშვია, ვინც დაამთავრა წელს, ანუ 210 აბიტურიენტი, ანუ 210 ბავშვმა დაამთავრა სკოლა 2 დღის წინ. და მასწავლებლებისთვისაც საკმაოდ სტრესულია, როცა კლასში შედიხარ, 35 ბავშვის ყურადღება უნდა გქონდეს, უნდა გამოიკითხება კვეთილი, ახალი კვეთილი უნდა ახსნა, თან გინდა რომ ყველამ გაიგოს და ყველამ მოგისმინოს და როცა ეს არ ხდება და ხშირ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ ვერ ხდება, მათთვისაც სტრესულია სიტუაცია და ხშირად უწევთ ხოლმე ბავშვების გაჩუმება. და ეს ბავშვები კი შთაბეჭდილებას ტოვებს ისეც, რომ არ უნდათ რომ ჩვენ სკოლაში ვიყოთ. ანუ თქვენი ხართ სკოლაში. კი, ეგრე გუგონია თავი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეგრე არ არის. იმედი მაქვს. მოდი მაშინ შენ კითხავ, კლასელები ხართ ხო, როგორც ვიცი? მოდი მიპასუხე, რას მოაქვს ბედნიერება, როცა სკოლაში სწავლობ? აი სკოლის პერიოდი რო იყოს ბედნიერი, რას გამოყოფდი შენ აი ამ სკოლის პერიოდიდან? რა გაბედნიერებდა ყველაზე მეტად და განათლების პროცესი იგულისხმება, რა თქმა უნდა, შაკალოები არ იგულისხმება. რა თქმა უნდა, მაგრამ აი მაინც გამორჩეული იყო ხოლმე კლასელების ნახვა და ეს ბოლო პერიოდი იყო, არ ვიცი, ჩემმა დამრიგებელმა ახსნა ზუსტად, რომ აი რაც დაანგრია პანდემიამ, ააშენა მე-12 კლასისთვის ბოლო ზარისთვის მზადებამ. და მასწავლებლებთანაც აი ისეთი კარგი ურთიერთობა გქონდა, რომ აი ვერ წარმოვიდგენდი ვერასდროს ასე ახლოს შევიკრებოდით კლასი და ეგ მოგონებები არასდროს არ დამავიწყდა. თუმცა ეს ყველაფერი მოხდა მე-12 კლასის ბოლო თვეს. მანამდე მე-12 კლასში დაიწყო რა, მაინც ეს დანგრეული მოგონებები ნელ-ნელა აღდგა და ბოლომდე აი ზენიც მიაღწია, ბოლოს აი რეპეტიციები იყო სასწაული, თან ჩვენ რეჟისორის გარეშე ქონდა ყველაფერი გაკეთებული.
და თან ძალიან სანერვიულო ის იყო, რომ აი თქვენ რეჟისორის გარეშე აკეთებთ, გამოგივა. ანუ საბოლოო ჯამში რა შეგვიძლია თქვა რა ქმნის აი ამ ბედნიერ მომენტებს, როგორი სიტუაცია და ვისი იყო წვლილი? სკოლა ზრუნავდა ამ ყველაფერზე თუ თქვენ თვითონ გააკეთეთ ეს რომ ბედნიერები ყოფილიყავით სკოლის წიაღში? კი, ვფიქრობ ორივე, იმიტომ რომ მაინც ადამიანები ქმნის ამ ბედნიერებას და ის ხალხი, ვინც შენ გვერდში გიდგას და ყველაფერს აკეთებს, რომ დაგეხმაროს და ამ შემთხვევაში ორივე მოისაზრება. მაგრამ მანამდე სხვა წლებში და დაწყებითებიდან მოყოლებული რატო მოახერხეს ეს რადოზით მოახერხეს რომ თქვენ ბედნიერები ყოფილიყავით სწავლის პროცესში? არა, ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი მასწავლებლებიც, აი უდიდეს პატივს ვცემთ და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ აი უფრო გასართობი, უფრო საინტერესო გაიხადათ გაკვეცილები და აი არ ვიცი, მართლა ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით მას ჩემი და მარის მაგალითად ფუნდამენტის ჩამოყალიბებაში, აი უდიდეს. კი ბატონო, რას ვერ გაძლევდათ სკოლა? მოდი მინდა რომ დღეს გუწფელები იყოთ, იმიტომ რომ იმიტომ კი არა რომ უკვე რაღაცა გასული ხართ სკოლიდან და შეგიძლიათ რაღაცა თამამები იყოთ, უბრალოდ ამ გადასახედიდან ალბათ ყველაზე იოლი არის ანალიზის გაკეთება, რა მოგწონდათ, რა არ მოგწონდათ, სად შეიძლება და უკეთესი ყოფილიყო საგაკვეთილო პროცესი და საგამართლებლო პროცესი, აი რას ვერ გაძლევდათ სკოლა, რასაც ისურვებდით რომ გქონოდათ? კი, სკოლა ზოგადად კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი სკოლა საკმაოდ დიდია. ბევრი ბავშვი სწავლობს და ბოლო წლებში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ კლასები არ ყოფნიდა ფიზიკურად მოსწავლეებს. ამიტომ სკოლას მოუწია, რომ ისეთი სპეციალიზებული კაბინეტები, როგორც იყო, თქვათ, ქიმიის ლაბორატორია, იყო ფიზიკის ლაბორატორია, მუსიკის კაბინეტი, რომელიც მახსოვს, რომ პირველ და მეორე კლასში გქონდა, გადაიქცია ასევე საკლასო ოთახებად. ერთ-ერთი სპეციალიზებული დარბაზი, რომელშიც გასვლა გვიწევდა, ბოლო ანუ 10 წლის განმავლობაში იყო სპორტის დარბაზი და ისიც გვაქვს 2. ამიტომ და ისეთ შემთხვევებიც იყო ამ სპორტის დარბაზებში, რომ 2-3 კლასი ერთად ვიყავით. ანუ გადატვირთული კლასები და ინფრასტრუქტურის არასაკმარისი ინფრასტრუქტურა იყო პრობლემა. კი, საკმაოდ მაინც კარგი იყო, მაინც მე ვფიქრობ, რომ სკოლისგან ის განათლება მივიღე, რაც უნდა მიმეღო, მაგრამ გაცილებით უკეთესი გამოცდილება იქნებოდა, რომ მქონოდა თვალსაჩინოების მასალები, მაგალითად ბიოლოგიის გაკვეთილზე. ან არ უწევსდეს ჩემი ფიზიკის მასწავლებლო სხვა სკოლიდან რაღაცის მოტანა, რომ რაღაცა გვაჩვენოს. კი ბატონო, მედე არის კერძო სკოლის მოსწავლე და მათ შემთხვევაში მე მგონია ლაბორატორიების და ასე შემდეგ დამატებით ინფრასტრუქტურის საჭიროება ყოველ შემთხვევაში არ არის, იმიტომ რომ უფრო კარგად აღჭურვილია კერძო სკოლები, ვიდრე საჯარო სკოლები. შენ შემთხვევაში როგორი იყო, რომ მოგვიყვე როგორი იყო განცდა, როცა დაასრულე და აი როგორც გოგონებს ვკითხე ახლა, რას დაამატებდი, რა ვერ მოგცათ სკოლამ, რასაც ისურვებდით რომ მოეცათ. თუნდაც ურთიერთობის თვალსაზრისით, თუნდაც აი რაღაც სხვა მხრივ. თვითონ როგორც გოგოებმა თქვეს, ჩემი ბოლოს არის, ჩემი დამრიგებლის და ბავშვების ხარჯზე იმაზე უკეთესი გამოვიდა ვიდრე მეგონა და ეს ეს დღე იყო ემოციებით ახსოვს, დადებითი ემოციებით ახსოვს და ასევე მადლობლები ვიყავით, რომ მოგცეს კარგი გარემო და ჩვენც შევქმნით ეს კარგი გარემო, არა მარტო მასწავლებლების ხარჯზე, თვითონ ჩემი თანაკლასელებიც რომ ავიღოთ, თითქმის ყველას ვიცნობ ბაღიდან ან პირველი მეორე კლასიდან, შესაბამისად ესეც ძალიან დიდ როლს თამაშობს თვითონ სწავლის პროცესში და რა თქმა უნდა ესეც რაღაც ფუფუნებაა. თვითონ სკოლას იცით რა არის, მოდი ესე კითხავ. თქვენ შემთხვევაში რადგან ესე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით რაღაც ბევრი პრობლემა არ იყო და განათლების ხარისხით შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში არც ისეთი მნიშვნელოვანი არ იყოს როგორც ურთიერთობა, ყველასთან მექნება კითხვა, თქვენ გქონდათ თუ არა განცდა, რომ სკოლა და სისტემა ცდილობდა რომ თქვენგან გამოიყვანა რაღაც კარგი მოქალაქეები, მოეცა ის უნარები, რომელიც სკოლის მიღმა დაგჭირდებოდა თქვენ თავის დასამკვიდრებლად და კარიერის ასაწყობად. ანუ ამისთვის რამდენად საჭირო პირობებს გიქმნიდათ სკოლა, რომ ეს რაღაცები მიგიღოთ. მოდი შენ მიპასუხე და მე საჯაროებმაც მიპასუხე. ანუ უამრავი პროექტი არის მაგის დამტკიცებელი საბუთი, იმიტომ რომ ყოველთვის ცდილობდნენ თუნდაც მასწავლებლებიც, რომ ჩვენი სამოქალაქო პოზიცია
დაგვიფიქსირებინა, ოღონდ ყველანაირი მიკერძოების გარეშე ჩვენ ისინი გვაწვდიდნენ ინფორმაციას და ჩვენ გვქონდა ამის ფუფუნება, რომ ჩვენი აზრი თავისუფლად დაგვიფიქსირებინა, არასდროს არ ყოფილა შეზღუდვა აზრის, ყოველთვის ყველა თავის აზრს პატივს თავენთას პატივს ცემდა, სხვებისას პატივს ცემდა, არც არ გქონია ეგეთი დამოკიდებულება ერთმანეთთან, არც მასწავლებელი იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ თვითონ სკოლა არის ადგილი, სადაც ჩვენ გავიზარდეთ, ხო? სადაც ყველაზე დიდ დროს ვატარებთ. მშობლებს უფრო ვერ ვხედავდი ეგრე ხშირად, ვიდრე როგორც აი მაგალითად ჩემს მასწავლებლებს ან ბავშვებს. და ამან ჩავმაყალიბა ისეთ ადამიანად, როგორც ეხლა ვარ. და წესით უნდა იყოს სამაყო ეგ ყველასთვის რა. რომ გავხდით ის მოქალაქეები, რომელიც ესე ვთქვათ, სამშობლოს წარადგება და ჩვენ განვავითარებთ მას რა. კი ბატონო, თქვენ მითხარით აი რამდენად მოგცათ ის უნარები სკოლამ და თავისუფლება და გაგრძნობინათ თავი მოქალაქეებად, რომლებმაც რაღაც მომავალში უკვე სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგას, თუნდაც რაღაც ამ ქვეყნის მართვაში და ასე შემდეგ საზოგადო ცხოვრებაში. სკოლა ძირითადად პატარა ნაბიჯებით უნდა დაგაწყებიოს დიდ ცხოვრებაში, დიდ ცხოვრებისკენ გზა. ამიტომ ჩვენი სკოლა უზრუნველყოფდა მაქსიმალურად, რომ ჩვენი იდეები რაც გვქონდა, თუნდაც სხვადასხვა კლას გარეშე პროექტები ყოველთვის გაგვეხორციელებია. იყო კლასის სკოლის მმართველობა, რომელსაც ბავშვები ირჩევდით, ძალიან ხშირად ატარებდა პროექტებს და ამის მაქსიმალურად გვიწყობდა სკოლა ხელს, რომ ეს პროექტები კარგად გაგვეხორციელებია. და ეს თავისუფლება გქონდათ, რაც მედია მახსენა დაუშვათ, რომ რაღაც ქვეყანაში მიმდინარე ამბებზე გქონდათ თქვენი აზრი და თავი გეგრძნოთ როგორც რაღაც აი თქვენი ხმა ისმოდეს თქვენი ხმა და გქონოდა თავისუფლება თქვენი სკოლის მმართველობა საკმაოდ აქტიურად აფიქსირებდა თავის აზრს ყველა მოვლენასთან დაკავშირებით და ყოველთვის აქტიურები ვიყავით და ყოველთვის ვიდექით ქვეყნის სამსახურში, როცა შეგვეძლო და სკოლა მე არ მახსოვს პრეცედენტი, როცა ჩვენთვის რამე შეეზღუდოს, ესე განსაკუთრებულად რომ არა ეს არ გააკეთოთ, ესეთი რაღაც არ ყოფილა და ყოველთვის გვიწყობდა ხელს, რომ ჩვენი აზრი გამოგვეხატა სკოლაშიც და ნუ სკოლის გარეთ თქმა. კი ბატონო, მოდი შეჯამებისკენ წავიდეთ და მითხარით აი სკოლის მთავარი მისია რა გგონიათ თქვენ? გარდა იმისა, რომ რაღაც საგნები უნდა გასწავლოთ კარგად და თანამედროვე მედგომები უნდა დანერგოს და ფეხი აუწყოს თანამედროვე მოთხოვნებს და ასე შემდეგ, მე მინდა რაღაც მოსწავლებისგან გავიგო, რამდენად კარგად ესმით სკოლის მისია. აი როგორ ფიქრობ შენ შეასრულა თუ არა თქვენმა სკოლამ მისია და რას ფიქრობ, რა არის მთავარი მისია სკოლის? მე არ ვიცი სხვა როგორ ფიქრობს, მაგრამ მიმაჩნია, რომ სკოლამ უნდა გაგზარდოს კარგი ადამიანი, რაშიც აი არ ვიცი ფატალი არ ყავს გონი ჩვენ სკოლას და მართლა მასწავლებლების და მშობლების ხელშეწყობით რა დღეს რა ადამიანიც ვარ, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის სკოლასა მასწავლებლებს ამაში და მაბედნიერებს ეს ფაქტი, რომ მშობლებს რა თქმა უნდა და ეს ფაქტი, ანუ მათი ურთიერთ შეწყობით იყო ყველაფერი და ძალიან მაბედნიერებს ეს ფაქტი, რომ მასწავლებლის სიტყვაშიც კი ვახსენე, რომ აი მათემატიკაში მხოლოდ ფორმულებით არ შემოიფარგლებოდა და არასდროს ჩვენი მასწავლებელი ყოველთვის რაღაც აზრობრივად და ადამიანური მხრივ უდგება და ყველაფერს და ძალიან დიდი დაამატებდით აი არსებულ სკოლებს მისიაში რას ვერ ასრულებდა კარგად. მე მანდამაის გეკითხებით ისეთ რაღაცებს, რაც თქვენ შეიძლება არ მოგწონდეთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლას უთხრათ ახლა და თქვენს უკან მყოფ, აი დაბალ კლასებში მყოფ ბავშვებს რა სოლიდარობა გამოუცხადოთ და უკეთესი მომავალი უსურვოთ. ამ შეკითხების მიზანი მხოლოდ ეს არის, ამიტომ მინდა რომ გუწფელად მითხრათ, აი რას დაამატებდით, რას უნდა აკეთებდეს უკეთ, რას გააკეთებდით თქვენ. აი სიმართლე გითხრათ, მარის დავეთანხმები და ინფრასტრუქტურის გარდა მე ნაკლი არაფრის არ მეგრძნია სკოლაში და ყოველთვის იყო აი ეგ მომენტები, რომ გვისაუბრია მასწავლებლებთან აი დასვენებებზე, მაგალითად ჩვენ ცხოვრებაზე, რჩევები მოუციათ და ანალოგიურად ყველა კლასში მე ვინც ვიცი მართლა ეგრე იყო და ამაზე მეტი ალბათ სკოლას არ ვიცი, ამაზე კარგი არაფერი არ მოეთხოვება, რომ ბავშვებს ხელი შეუწყოს და ასწავლოს ცხოვრება და ყველაზე კარგად მგონი ეს გამოვიდა ჩემს შემთხვევაში სკოლას. მედია შენც მითხარი, სამომავლო გეგმებზეც მითხარით აუცილებლად.
როგორი გეგმები გაქვთ სამომავლოდან, ხართ თუ არა მზად, აი რა უნარებით ხართ აღჭურვილი, რომ გაუმკლავდეთ რაღაც თქვენს გეგმებს, რომელიც დასახული გაქვთ სავარაუდოდ უკვე. კი, ანუ ზოგადად ვფიქრობ, რომ ეს ასაკში ძალიან რთული ადამიანმა გაიგოს ზუსტად რა უნდა და რა სურს მომავალში გააკეთოს და ამას მოკეთ ბევრი ნერვიულობა და სტრესი მოყვება. მაგრამ ვფიქრობ, რომ ემოციების მენეჯმენტი და ანუ ამის მართვა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს მოახერხე მოკლედ და საბოლოოდ გადავწყვიტე მოკლედ გაგრძელება სწავლის თბილისში სამედიცინოზე. მოიმე. ხო. მართლა შეიძლება კურსელები აღმოჩნდნენ. სამედიცინოზე და მოკეთ ყველა აბიტურიენტს უდათ მაგას ვუსურვებ მე, რომ ემოციების მართვა ისწავლონ, იმიტომ რომ როდესაც იაზრებ, რომ აი ეს გამოცდა არის გადამწყვეტი შენი შემდეგი საფეხურის შენს მოკეთ შემდეგ საფეხურზე გადასulis პროცესს გადაწყვეტს მოკლედ ეს რა ქვია გამოცდა ძალიან რთულია და ძალიან სტრესთან ასოცირდება და როდესაც ამის მენეჯმენტი შეგიძლია და იაზრებ ამ ყველაფერს ეგ გეხმარება რომ უკვე ფოკუსირდე უფრო მნიშვნელოვან რაღაცაზე რა რაც არის გამოცდე ანუ ცოდნის მიღება და ამ ცოდნის რეალიზება და ამას უსურვებდი მოკეთ ყველას კი ბატონო მარიამ შენც გითხარი და დავამთავროთ მე ცოტა ტექნიკური მიმართულებით ვაპირებ სწავლის გაგრძელებას ქალები ტექნოლოგიებში აღარ არის ახალი ამბავი მაგრამ ძალიან ისესალმებელი ძალიან ნუ ისევ სკოლამ მაჩვენა რომ მიდრეკილება მაქვს ტექნიკური საგნების მიმართ და განსაკუთრებით ტექნოლოგიების მიმართ და გადავწყვიტე რომ ჩემი მომავალი კარიერაც აქედან შევქმნა და განსაკუთრებით ფიზიკის მიმართულებით არის აქტიური ელექტროინჟინერია და ძალიან მიხარია რომ სკოლამ მომცა ის შანსი რომ ჩემი თავი ესე კარგად გამეცნო თორე დიდი ალბათობით ნუ ბავშვობაში მე სამედიცინოზე მინდოდა ჩამებარე ფიზიკის მასწავლებლების სხვათა შორის ძალიან დეფიციტია ანუ გიფიქრიათ თუ არა რომ შეიძლება ოდესმე დაბრუნდეს სკოლაში მასწავლებლობა გინდოდათ რომელიმე მასწავლებლობა სკოლაში მუშაობა არა ბავშვობაში კი მე აღარ დედაჩემი მასწავლებელია და დედაჩემი თვითონ მეუბნებოდა რომ არ გინდაო ეს პასუხია ძალიან დიდი მადლობა გოგოებო წარმატებას გისურვებთ ყველას და ჩვენ ძალიან გულშემატკივრობთ ახალგაზრდებს. იმედი მაქვს, რომ მომდევნო ეტაპებზე, უკვე განათლების მომდევნო ეტაპებზე გაამართლებს თქვენს იმედებს ქართული განათლების სისტემა. მარიამ კონცელიძე, ნინო ბერიძე, მედია დავითაძე იყვნენ ჩვენი განაცემის სტუმრები. მეორე საჯარო სკოლას წარმოადგენენ გოგონები და მედია წარმოადგენს კერძო სკოლა, ქართულ ამერიკულ სკოლას გაზბს. მემშვიდობობის სტუმრებს და მადლობა სტუმრობისთვის. გადაცემის ბოლოს შაქარივით თქმელი და გემრიელი ამბავი და რესპონდენტი მოგიტოვეთ ეკატერინე შაქარაშვილი და მისი მასტერკლასი რომელიც შაბათს ელოდება მათ ვისაც კარიერული წინსვლა აინტერესებს თუმცა არ აქვს საკმარისი გამოცდილება და ცოდნა როგორ იშოვოს კარგი სამსახური რა სთხოვს დამსაქმებელი და რა უნარები სჭირდება მაძიებას ეს კითხვები შესაძლოა აქტუალური იყოს ზრდასრული ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე და პასუხები ასე იოლი საპოვნელი დამეთანხმებით არ არის მით უფრო სანდო არგუმენტირებული და კომპეტენტური სწორედ ამიტომ პლატფორმას Pitch-მა, რომელზეც ჩვენმა მაყურებელმა უკვე ძალიან კარგად იცის, შემოგთავაზა ტრენერი, ჰოლანდიაში მცხოვრები, კარიერული განვითარების კოუჩი, რომელსაც ამ საკითხში პირადი გამოცდილება აქვს. სწორედ ეკატერინე შაქარაშვილი იქნება ერთ-ერთი სპიკერი კარიერული განვითარების მასტერკლასზე სახელწოდებით მიზნიდან შედეგამდე, რომელიც პლატფორმას Pitch-მა დაგეგმა უცხოეთში მცხოვრები და სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის და დაინტერესებული სხვა მაძიებლებისთვის. და ვინც ჯერ არ დარეგისტრირებულ ხართ, ჯერ გაქვთ დრო, ეს შანსი არ გაუშვათ ხელიდან, მასტერკლასებზე დასწრება უფასოა და ის 24-28 მაისს ჩატარდება. რას მოისმენთ და ისწავლით ამ მასტერკლასზე ეკატერინე შაქარაშვილი გვეტყვის თავად და მივესალმები სტუმარს. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ისმის ხომ ჩემი ხმა? კი ბატონო, ისმის თქვენი ხმა. დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი. რამდენიმე სიტყვას ვიტყვი პლატფორმას Pitch-ზე, ჩვენ რამდენჯერმე გქონია Pitch-ის პროექტებზე ამ გადაცემაში და ძირითადად მოტივირებულები არიან რომ უცხოეთში მცხოვრები და წარმატებული ქართველები რაღაცნაირად შეახვედრონ ქართულ აუდიტორიას და მათი მასტერკლასები, რომელიც ძირითადად ონლაინ არის, ძირითადად არის უფასო და ამ შემთხვევაშიც არის ეგრე, ხო? უფასო მასტერკლასი იქნება თქვენგან. მაგრამ ჯერ სანამ
მაყურებელს ვეტყოდეთ, რას ასწავლით, აი ამ მასტერკლასზე რა გამოცდილებას გაუზიარებთ. მოდით ცოტა რამ გითხარით თქვენზე, იმიტომ რომ სპიჩმა მიუხედავად ისე რომ დიდი სტატია გააკეთა თქვენზე, ვისაც არ აქვს წაკითხული, მეტი სანდოობისთვის ალბათ ცოტა რამ რო ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, არ იქნებოდა ურიგო. კი ბატონო, კიდევ ერთხელ მადლობა კითხვისთვის. სპიჩის სტატია ცოტა უფრო გრძელი გამოვიდა, მაგრამ მე ვეცდები რომ მოკლედ შევაჯამო ჩემი გამოცდილებები და ისტორია. ალბათ ლოგიკური იქნება იქიდან დაწყება, რომ ჰოლანდიაში სასწავლებლად წამოვედი, ახლახანს მოსწავლეები ყავდათ სტუდიაში და საბოლოოდ აქტუალური იქნებოდა მათთვისაც. საქართველოში მოვსინჯა რამდენიმე მიმართულება, მოვსინჯა რამდენიმე უნივერსიტეტი, მაგრამ ასე ვთქვათ, ჩემი არ იყო. ვერ აღმოჩნდი იმ გარემოში, რომელშიც საკუთარ თავს დავინახავდი, ამიტომაც გადავწყვიტე, მომესინჯა ბედი და წამოსულიყავი უკვე ევროპის მიმართულებით. ვისწავლე ორგანიზაციული ფსიქოლოგია, შემდგომ დავიწყე მუშაობა ადამიანური რესურსების მიმართულებით და ამ მხრივ ვითარდებოდი კარიერაში, თუმცა ახლა უკვე ბოლო რამდენიმე წელია ჩემმა კარიერამ ესეთი ახალი მიმართულებაც შეიძინა და როგორც კარიერის კოუჩი და კარიერული განვითარების კოუჩი, ასევე ვცდილობ დავეხმარო განსაკუთრებით ახალგაზრდებს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ საქართველოშიც. კი ბატონო, ეკატერინე, თქვენი თავი აი ამ გამოცდილებაში და აი ამ გზაზე რაც თქვენ გაიარეთ, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნა და უნარი, რისი გაზიარებაც გინდათ ახლა მსმენელებისთვის, ან რას ითხოვს მაგალითად დამსაქმებელი ევროპაში, რა უნარებს ითხოვს და მინდა რომ რაღაცნაირად დავლინკო ქართულ განათლების სისტემასთან, ჩვენი ქართული განათლების სისტემა იძლევა თუ არა ამის შესაძლებლობას და აღჭურვავს თუ არა ადამიანებს იმ უნარით, რაც მაგალითად უკვე მაღალგანვითარებულ ქვეყნებში არის მოთხოვნადი. ამაზე რაღაც პრობლემაც მინდა რომ გამოვაჩინო და თქვენ რა დაინახეთ, ამაზე გითხარით. ძალიან ფართო შეკითხვაა და ვეცდები რომ ნაკლებად ამომწურავად ვუპასუხო, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ერთი სწორი პასუხი ამ შეკითხვას ალბათ არ აქვს, ხომ? დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სფეროში არის ადამიანი, რა მიმართულებით ვითარდება, რა ქვეყანაში ცხოვრობს, თუ გინდა ეს შედარება ცოტა რთულია ერთი კონტექსტის მეორესთან. მაგრამ ასევე გულწრფელად შეიძლება იმის თქმაც უკვე, რომ ძალიან დიდი განსხვავება არის იმ უნარებს შორის, რომელსაც აწვდიან უნივერსიტეტები თუ გინდ სკოლები ადამიანებს დღესდღეობით და იმ უნარებს შორის, რომლებიც რეალურად საჭიროა იმისათვის, რომ კომპეტენტური პროფესიონალი ჩამოყალიბდეს. ჩემი გამოცდილებით, რაც არ უნდა საინტერესო თუ სასაცილოდ ჟღერდეს, ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც დამეხმარა იმისათვის, რომ გამერკვია, ასე ვთქვათ, რა მოლოდინები იყო ჩემგან და რა იქნებოდა ჩემი წარმატების საწინდარი, იყო ცნობის მოყარეობა. ანუ შეიძლება ეს არც აღვქვათ ცალკეულად აღებულ უნარად, მაგრამ რეალურად წარმოადგენს უნარს. ცნობის მოყარეობა იმისათვის, რომ ჩავატაროთ ელემენტარული კვლევა, ხო, ვთქვათ, რა უნარების იქნება საჭირო ამა თუ იმ პროფესიისთვის, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს და შემდგომ აღმოვაჩინოთ რა განსხვავებებია ჩვენს არსებულ უნარებს შორის და ამ მოთხოვნად უნარებს შორის და განვავითაროთ ეს უნარები. ცნობის მოყარეობა კულტურული განსხვავებების მიმართ და ასე შემდეგ. კი ბატონო, სხვათა შორის ფიჩის ერთ-ერთი სპიკერი ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რასაც განვითარებულ ქვეყნებში ითხოვენ, არის სიახლეებთან ადაპტაციის უნარი. რაშიც ჩვენ ცოტათი გვიჭირს, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტულ ცოდნებზე და უნარებზე ვართ ძირითადად მიმართული. მოდით გითხარით ახლა ამ კონკრეტულ მასტერკლასზე თქვენგან რას ისწავლიან 4 დღის განმავლობაში გრძელდება, ხო, რაღაც ეს მასტერკლასების სერია. რა მოლოდინი უნდა გქონდეთ თქვენს მსმენელებს თქვენგან რას წაიღებენ ისინი? კარგი შეკითხვა, მადლობა. მე პირადად მხოლოდ 2 დღე ვუძღვები მასტერკლასებს, აქვე რომ დავაკონკრეტოთ, პირველი 2 დღე, ან სრული ამ ციკლის ტრენინგების და გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი მუშაობის სტილი მაინც უფრო კოუჩინგის მიდგომებს უკავშირდება, მე ვეცდები დავეხმარო ამ ადამიანებს საკუთარ თავში აღმოაჩინონ ის პასუხები, რომლებსაც ეძებენ, რაზეც აქვთ შეკითხვები ამ ეტაპზე. ანუ როცა საქმე ეხება უნარებს, მე ნამდვილად არ ავიღებ საკუთარ თავზე იმ პასუხისმგებლობას,
შესაძლებლობას, რომ გავაზიარო კონკრეტული სია უნარების, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ იმისათვის, რომ წარმატებულები იყოთ, მაგრამ შემოვთავაზებ ადამიანებს ისეთ სავარჯიშოებს, რომლებიც დაეხმარებათ, რომ თვითონ აღმოაჩინონ ის უნარები, რომლებიც ასაჭიროებათ. ან თუ გინდა ელემენტარულად საკუთარ თავში აღმოაჩინონ უნარები, რომლებიც აქვთ, მაგრამ შეიძლება ამის შესახებ თვითონაც არ იციან. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს ყველაზე დიდი გამოწვევა არის ერთ-ერთი, რაც პირადად კლიენტებთან მუშაობისას როგორც coach-ს ძალიან ხშირად აღმომიჩენია და შემომჩნევია, რომ უჭირთ საკუთარ თავში უნარების დანახვა და ვთქვათ, სამსახურეობრივი მოვალეობების, რომელსაც ყოველდღიურად ასრულებენ, უნარებად თარგმნა. ამიტომაც ჩვენი ტრენინგების დიდი ნაწილი დაეთმობა ზუსტად ესეთ თვითრეფლექსიის სავარჯიშოებს, ჯგუფურ სავარჯიშოებს, coaching-ის სტილით, რომელიც დაეხმარებათ ამ ადამიანებს, რომ საკუთარი უნარები უკეთ აღიქვან, აღმოაჩინონ, გამოაკვლიონ ამ უნარების ადაპტაციის გზები, შემდგომ უკვე სამშობლოში რეინტეგრაციისას და ისიც იმასაც დააკვირდნენ, თუ სად არის განსხვავებები მათ არსებულ უნარებს შორის და სამსახურის მოთხოვნებს შორის. კი ბატონო, ემიგრანტების ნაწილი არის აქცენტირებული აი ამ მასტერკლასზე ზოგადად სპიჩის ყველა პროექტში ეგრეა. ამ შემთხვევაში გაქვთ თუ არა რაღაცა განსაკუთრებული მიდგომა, განსხვავებული მიდგომა და ან ემიგრანტების შემთხვევა რიცი არის განსხვავებული ამ შემთხვევაში? ზოგადად მიგრანტებთან მუშაობა საკმაოდ დიდი გამოწვევა არის ამ კუთხით ჩემთვის როგორც ტრენერისთვის და ფასილიტატორისთვის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ძალიან მრავალფეროვანი ადამიანების ჯგუფია, ხომ? ანუ ტრენინგს ესწრებიან ნებისმიერი სახის, ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლები, რომლებსაც ძალიან განსხვავებული მიზნები აქვთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ფოკუსირება ისეთ უნივერსალურ საკითხზე, როგორიც არის უნარების განვითარება, იმიტომ რომ რთულია შესთავაზო ადამიანს პრაქტიკული რჩევები და ისაუბრო რეალურ მდგომარეობაზე დღესდღეობით თუ ქართულ შრომით ბაზარზე, როდესაც ყავს ამდენად მრავალფეროვანი აუდიტორია და ყველა ადამიანს განსხვავებული საჭიროება, ან ელემენტარულად განსხვავებული მიზანი აქვს, ხომ? მაგრამ ის ერთი რამ, რაც ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლო იქნება ნებისმიერი მსმენელისთვის, ზუსტად ამ უნარების დამუშავების საკითხია და შემდგომ განვითარების. კი ბატონო, ეკატერინე, ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ და რაღაცნაირად მოკლედ რომ მიპასუხოთ. თქვენ თუ გიფიქრიათ რომ დაბრუნდეთ საქართველოში და აქვე კითხვა მინდა დაგისვათ, ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე მოსაზრება კი არა და ფაქტების დონეზეც, რომ სასწავლებლად წასული ადამიანები, რომლებსაც აფინანსებს ასევე საქართველოს მთავრობა რომ ისწავლონ უცხოეთში, დაბრუნების შემდეგ აღმოაჩენენ ხოლმე რომ მათთვის დასაქმების ბაზარი ვერ ქმნის შესაფერის ადგილს, რომ მათ ეს უცხოეთში მიღებული განათლება გამოიყენონ. ეს რამდენად მნიშვნელოვან პრობლემად მიგაჩნიათ, თუნდაც რაღაცა აი ამ თქვენი მასტერკლასის კონტექსტშიც? არის პრობლემად ნაკლებად ალბათ უფრო გამოწვევად. ჩემი პირადი გამოცდილებით მე მირჩევნია რომ ვუყურო ქართულ შრომით ბაზარს როგორც გარკვეულ სტარტაპის მოდელს, ანუ რომ შევადარო თქვა ევროპულ შრომით ბაზარს, ის საქმიანობა რომელსაც მე ვეწევი აქ ამ ეტაპზე და ის ნიშა რომელშიც მე კარიერულად ვითარდები ამ ეტაპზე, შეიძლება ჩვენს ქვეყანაში კომპანიების უმეტესობას საერთოდ არ გააჩნდეს, იმიტომ რომ უფრო პატარა ქვეყანაა, ხო, პატარა ბაზარი და შესაბამისად უფრო სტარტაპული დამოკიდებულება და სტარტაპული მიდგომა აქვს ბიზნესებშიც. ამიტომაც მე ძალიან კარგად მაქვს გააზრებული ის ფაქტი, რომ ჩემი ნიშიდან მომიწევს ცოტა უფრო ვრცელი როლის დაკავება, თუ თქვა საქართველოს შრომით ბაზარს დავუბრუნდი და ბევრი სხვადასხვა როლის შეთავსება, ანუ ბევრი სხვადასხვა უნარის განვითარება და გარისკვა კიდეც, კი ბატონო. თავისთავად გარისკვაც აუცილებლად, თუმცა ეს გეგმა ნამდვილად მაქვს. კი ბატონო, ძალიან მიხარია. ძალიან დიდი მადლობა ეკატერინე, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი და ვინც დარეგისტრირებულია, ალბათ შაბათს ექნება შესაძლებლობა თქვენთან შეხვედრის და თქვენი გამოცდილების გაზიარებაც. მაყურებელს შევახსენოთ, რომ 24-28 მაისს არის ჩანიშნული სპიჩის მასტერკლასები და კონკრეტულად ეკატერინე შაქარაშვილის მასტერკლასი შეეხება კარიერული განვითარების თემატიკას. ძალიან დიდი მადლობა. რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი, მებშდობები სტუმარს, გადაცემის დასასრულს
წარმატებული უცხოური კარიერის შემდეგ საქართველოში დაბრუნებამ ერთგვარი გმირობაა, როცა ქვეყანა გახსენებს, რომ არ სჭირდება შენი უკეთესი ვერსია, როცა ერთადერთ გამოსავლად ისევ წასვლას გიტოვებს, ეს უკვე მარტო შენი დილემა აღარ არის. ეს ქვეყნის არჩევანიცაა და კარგია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვებს ამ გმირობის мотивაციას უძლიერებენ, რომ ეს ქვეყანა იმათია, ვისაც უკეთესი მომავლის სჯერა და სჯერა, რომ მიუხედავად უარყოფისა და შესაძლებლობის წართმევისა, ამ ქვეყნის წინსვლაში მათი მონაწილეობა შეუფასებელია. მე გემშვიდობებთ მომდევნო ხუთშაბათამდე, ხუთშაბათს 6 საათიანი საინფორმაციო დასრულებისთანავე დავზუმავთ ისევ განათლებაზე. ნახვამდის.